საქართველოს იყო ქაოსში და იყო შეუმდგარი სახელმწიფო, რუსეთისთვის ეს იყო მისაღები აქტიურად ხელს უწყობდა სწორედ იმას, რომ ჩვენ დარჩენილიყავით შეუმდგარ სახელმწიფო და როდა დაიწყეთ ჩამოყალიბება შედარებით უფრო დინამიურ ნორმალურ სახელმწიფოდ, როდესაც ცენტრალური კონტროლი ხელისუფლების იურისდიქცია, სუვერენიტეტი აღდგა აჭარაზე, ჯავახეთში 2003 წლამდე არ იცოდნენ საერთოდ სად იყვნენ. რუბლი იყო მიმოქცევაში, ძირითადი დამქირავებელი იყო რუსეთის სამხედრო ბაზა, საქართველოს ნაწილი თუ იყვნენ, პრობლემა კი არ ჰქონდათ საქართველოს, უბრალოდ არ იყვნენ ფიზიკური გზა ინტეგრირებული არ იყო საზოგადოებაში. ფიზიკურად არ იყო დაკავშირებული გზა არ იყო, არაფერი არ იყო. ხო? და უცბად მე ჯერ აჭარა დაბრუნდა, მე ბათი ბაზების გაყვანა მოუთხოვეთ ასე მოხდა გამო. მოკლედ რო დაუბრუნდეთ საკითხს. დიახ, კრემლისთვის ბევრად უფრო სახიფათოა კიევში, თბილისში, სხვა კიშინევში დემოკრატიული მმართველობის, სუვერენული მმართველობის ჩამოყალიბება, ვიდრე ის პროდასავლურია თუ პრორუსულია თუ რანაირი არის ხელისუფლება. პრორუსული ხელისუფლებაც კი თუნდაც დემოკრატიის გარეშე მაინც და მაინც თუ ის გამოხატავს ადგილობრივ ეროვნულ ინტერესებს სუვერენიზაციისკენ თუ მიდის ის ხელისუფლება, ისიც კი მიუღებელია რუსეთში.